ფარეს დოკუმენტებთან ერთად არანაკლები რეზონანსი გამოიწვია პრეზიდენტ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგებმა. ახლა საინტერესო არა რეაგირება და გაგრძელება მოჰყვება ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მიმართვას, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტში გადაგზავნილი მასალების და 2016-17 წლების დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე ბარაკ ობამასა და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ტულსი გაბარდი შეთქმულების ნაწილად და გაყალბებულად აცხადებს იმ სადაზვერო ინფორმაციას, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და გავლენებს ეხებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მოკვლევის შედეგი საქართველოს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმაში დასერწმუნებლად, რომ ეგრეთ წოდებული deep state მიუღებელი პოლიტიკური ძალების ჩამოშორება სწორედ პრორუსულობის იარლიყის მიწებებით ცდილობს. მაგალითად, ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ქართული ოცნების წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების სახელდება, რომელთა შორის ყველაზე ხშირად სწორედ რუსეთის ინტერესების გატარების შესახებ განცხადებები ისმის. ორი დღეა პოლიტიკურ ელიტებში თუ მედია საშუალებებში იმაზე ბჭობენ, ვის შეეხება ამერიკული თემი და სხელი. წავლენ თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი ობამა ციხეში, ან გამოიკვეთება თუ არა კიდევ ვინმე სკვალის საქმეში, რომელსაც დღეს შეერთებული შტატებში უკვე ბევრი უწოდებს წლის სკანდალსა და შეთქმულებას. შეთქმულებას, რომელიც ორი დღის წინ ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა საჯაროდ გაშიფრა, თან როგორც ტულსი გაბარდი ამბობს, უამრავი მტკიცებულება ერთვის იმის შესახებ, რა მოხდა 2016-17 წლებში. დაზვერვის ცნობით 2016 წელს, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა პირველად მოიგო ამერიკელი ამომრჩევლის გული და საპრეზიდენტო არჩევნები, ამ ამბით განაწყენებულმა გლობალურმა ძალებმა ყალბი დოკუმენტები შექმნეს შეერთებული შტატების არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ. და მაინც რა უთხრა ეროვნული დაზვერვის სამსახურმა საზოგადოებას. პირველი ის, რომ ვინც ამ ძალებს არ მოსწონდათ, მას ყალბი რუსული იარლიყი უნდა მორგებოდა და მეორე ის, რომ წლების განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლების კასკადი წარმოაჩენს იმას, თუ რას გულისხმობთ, როდესაც deep state-ზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან შორს მიმავალი საკითხია. ამ შორს მიმავალ საკითხზე რთულია არენდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამერიკული სადაზვერვო სამსახურის დირექტორს. აი საქართველოში კი იგივე შორს მიმავალი საკითხის ზოგს სწამს და ზოგს საერთოდ არ სჯერა. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო აწლეულებში ეპითეტ რუსულს მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის ნეგატიური შინაარსი აქვს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. თუმცა ოკუპანტის სახელმწიფოსგან, რომლის სამეზობლოშიც გამუდმებით ომის კვამლია, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ხშირად ამბობს, ამერიკას ბოლო-ბოლო ოკეანე აშორებს. სამაგიეროდ საქართველოს ესაზღვრება და ოკუპირებულ ქვეყანაში, რომელმაც რუსეთთან 30 წელიწადში 3 ომი გადაიტანა, ეპითეტი რუსული გაცილებით ნეგატიურ შინაარსს იძენს. ეს ეპითეტი საქართველოში დღეს ყველაზე ხშირად მმართველი პარტიის მისამართით გამოიყენება, სადაც პასუხად ფიქრობენ, რომ გლობალური ძალა ყველგან ერთნაირად მოქმედებს, ამერიკაშიც და საქართველოშიც. ეს კამპანია რუსეთომეობასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკაში წარმოებდა, საქართველოში ზუსტად იგივე სისტემა ფუნქციონირებს, ეს არის მცდელობა, ხელოვნური მცდელობა, პროპაგანდისტული მცდელობა, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ხელისუფლებების, ძალების, პოლიტიკური პირების, რომლებიც არ არიან მათთვის სასურველი, უბრალოდ რუსეთის იარლიყის მიწებებით. ზედმეტი არგუმენტაციის გარეშე, ზედმეტი სხვა ფაქტების გარეშე უბრალოდ უნდა მიაწებო პრორუსულის იარლიყი, რუსეთომეობის იარლიყი და ამგვარად მოახდინო ამ პირების თუ ძალების თუ ქვეყნების დისკრედიტაცია. სწორედ ეს არის ამ პროცესების მიზანი. პროცესს, რომელიც მმართველი პარტიისთვის ვიღაცის მიზნებშია, ოპოზიციისთვის კი რეალობას ასახავს, საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. და ვისთვის რეალური, ვისთვის არარსებული გლობალური ძალის კონტექსტიც რომ გამოაცალო, ეპითეტი რუსული სათავეს 2012 წლიდან იღებს. ანუ იმ დროიდან, როცა ქართული ოცნების დამფუძნებელმა პოლიტიკაში შემოსვლის განაცხადი გააკეთა. იმ დროს, როცა ქვეყანას 2008 წლის ომი და ოკუპაცია უკვე გავლილი ჰქონდა. ქუჩაში პროტესტით გამოსული ოპოზიცია კი იმჟამინდელ ხელისუფლებას ოკუპანტის სახელმწიფოსთვის სტრატეგიული ობიექტების დათმობას ედავებოდა, ნაუმარი ქვეყნის მთავარსარდალმა საარჩევნო კამპანიისას კონკურენტ ქართულ ოცნებაზე მხარდამჭერებს უთხრა, რომ ჩვენმა მტერმა მოახდინა თელი მობილიზაცია, შემოაგდო თავისი ბოლო ფალავანი, მაგრამ თქვა, რომ რაც ომით ვერ მოიპოვა, მან გადაწყვიტა მიეღწია არჩევნებზე, მაგრამ ასეთი არ არის საქართველო. თუმცა საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზუსტად ისეთი აღმოჩნდა მაშინდელ პრეზიდენტს, რომ არ უნდოდა და 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა იგივე გაიმეორა ნიშნის მოგებით. ხო ჩამოუყანეს FSB-ში ტიკებით და თავრობაში დაგვისვეს. ყველაფერი ესე წავა და მართლა ვიმოძრავებთ წიფლისგან გუბერნიის, ოღონდ ერთი ფაქტორი არ გაითვალისწინეს, ქართული საზოგადოება.
ქართული საზოგადოების პასუხი იმ არჩევნებსაც იგივე დარჩა. ამ დროიდან მოყოლებული სიტყვა რუსული უკვე ოპოზიციის პოლიტიკური ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა ყოველდღიურობაში, ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე. ამ არჩევნებზე იმის მაგურად, რომ საქართველოს გადაედგა ნაბიჯი წინ დასავლეთისკენ, გადადგა უკან რუსეთის. და ეს გზავნილიც ბევრ ფორმასა და ჟღერადობას იძენდა ერთი მარცხიდან მეორემდე. ქართული ოცნება რუსული ტრაგედია. თუმცა მასების მართვის ფსიქოლოგიაში არსებობს ერთი თეორია ნეგატივის დოზირების შესახებ. ამ თეორიის მიხედვით ნეგატივს დოზირება სჭირდება წინააღმდეგ შემთხვევაში მსმენელი ეჩვევა და რეზისტენტული ხდება. მაგალითად, 3 წლის წინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოს ყველა კუთხეში ადამიანები ამაზე საუბრობდნენ. აგზავნიდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას და საკუთარ განცდებით ავსებდნენ სოციალურ ქსელებს. თუმცა ამ განცდამ თუნდაც სოციალურ ქსელებში და ყოველდღიურობაში იკლო. მიუხედავად იმისა, რომ ომი დღესაც გრძელდება და ადამიანები ისევ ისე ტრაგიკულად იხოცებიან. ემოცია მაგითი განსხვავდება რაციონალური პოზიციისგან, ემოციით განპირობებული პოზიცია, რომ ქრება, ჩაქრობა ის ემოცია, მიმასავით არის ნაგვერჩხალებით. ამასობაში საქართველოში ყველაზე დიდი ხიფათის შემცველი სიტყვა მუდმივად ყოველდღე ისმის. რუსული ერგება ყველაფერს, პოლიტიკურ პარტიას, საგარეო კურსს და ამერიკული კანონის ზუსტ თარგმანსაც კი. იცვლება შეხედულებების მიხედვით და რაც ან ვინც შეიძლება ერთ დღეს იყოს რუსული, სალომე ზურაბიშვილი არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი საქართველოში. ცოტა ხანში ყველაზე ევროპული ხდება. სალომე ზურაბიშვილს კი არ ვიცავთ ჩვენ. საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ვიცავთ. ეპითეტი რუსული ისმის ყველგან, ყოველ წუთს, ყველა ბრუნვაში. რუსული რეჟიმი. რუსულმა რეჟიმმა მე წუდება საზოგადოების ფართო ფენებს და იძენს მეტ კონკრეტიკას. დაგვიჭირეს რუსულად და ასევე გვაჭამეს რუსულად. და ამ ვისთვის სერიოზულ, ვისთვის სასაცილო რეალობაში სხვადასხვა პლატფორმიდან სხვადასხვა ადამიანი უკვე რახანია ამტკიცებს, რომ გზა დასრულდა და უკვე იქ ხარ. რუსეთის წიაღში ვართ უკვე, რუსეთის გავლენებში ვართ უკვე. უკვე იქა ვართ, კი არ გვემუქრება, იქა ვართ და არა და როცა გარეთ თბილისია, საიდანაც 30 კილომეტრში რუსულ საფრთხეს რეალური ოკუპაციის სახე აქვს, ჩნდება შეკითხვა. ხომ არ კარგავს სერიოზულობას ასე ყველაფერს მორგებული და ყველგან ხსენებული საფრთხე, რომელიც რეალურია და ჯერაც არსად წასულა. ამასობაში ევროპის ცალკეული ქვეყნებიდან თუ პოლიტიკური ცენტრებიდან იგივე რუსული ეპითეტი 3 წელიწადია სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ხან გამოსვლებში, იკითხება ხან დოკუმენტებში და ჩნდება კიდევ ერთი დილემა. არ გამოვრიცხავ მეორე რომ თვითონ რუსეთი მუშაობდეს იმაზე, რომ მოხდეს ევროპის დისკრედიტაცია და მოხდეს მოყირჭება რუსეთის ძახილის და ამითი უფრო პოზიტიური ელემენტების გაჩენა. ამ საფრთხეს წინაშე მთელი საზოგადოებაა, იმიტომ რომ პროპაგანდა უცხოელებისაც და ჩვენი ოპოზიციისაც ისეთია, რომ ამისკენ უბიძგებს საზოგადოება. ეგაა ეხლა მთავარი, რომ საზოგადოებამ სიფხიზლე არ დაკარგოს, რომ კარგად სულ ახსოვდეს, რომ რუსეთი მართლა ოკუპანტია და 40 კილომეტრში ტანკი აქვს დაქოქილი. დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ევროკავშირის დაკვეთით ევრობარომეტრის კვლევა გამოქვეყნდა, გამოკითხვამ საქართველოში პირველად აჩვენა საგანგაშო სტატისტიკა. ევრობარომეტრი უწყებოდა, რომ 1 წლის განმავლობაში ევროპული ინსტიტუციებისადმი ნდობა საქართველოში 17, ხოლო ბოლო 6 თვეში 9%-ით შემცირდა და დიდი ხნის განმავლობაში პირველად ჩამოწდა 50%-ს. იმ ფონზეც და იმის შემხედარაც, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ ბრიუსელი თუ ბრიუსელთან დაკავშირებული გარკვეული ძალები პირდაპირ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებდნენ და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლას. ამიტომ ამ ერთობლიობამ მოგვცა ის სამწუხარო რეზულტატი, რაც არის მოსახლეობაში ევროკავშირისადმი დაკლებული, მნიშვნელოვნად დაკლებული ნდობა. ამიტომ ყველამ ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. საფრთხე ალბათ ბევრს ნიშნავს პატარა ქვეყნისთვის, სადაც ყველა მიცის მეცხვარე ბიჭისა და მგლის არაკის მორალი და სადაც პოლიტიკურ ნარატივში ზოგჯერ კომიზმამდე დაყვანილი საფრთხეს პირობებში რეალური საფრთხე ისევ დაქოქილი ტანკით დგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში.